რატომ გაუძვირდება ჩვენს პენსიონერებს საპენსიო სესხებზე პროცენტი, სად არის ოცნების მიერ დაპირებული ჩინური ინვესტიცია და რა მოხდა სინამდვილეში, როცა ოცნება გველაპარაკება Liberty ბანკისა და ბაზის ბანკის შერწყმაზე. ანუ რა გარიგებას ქონა ადგილი. ეს არის თაღლითური კორუფციული გარიგება, სავარაუდოდ ამ ყველაფერში ხო ჩართული ბიძინა ივანიშვილი და მთელი სახელმწიფო ვერტიკალი, მათ დაავალეს ჩინურ ჯგუფს, ჰუალინგ ჯგუფს, რომ საკუთარი დანაშთი ქონება ჩაედო TBC-ში დაეგირავებინა თბილისის ზღვაზე არსებული ტერიტორია, მისცეს მას სესხი და ამ ძვირი ფულით იყიდა ჰუალინგ ჯგუფმა სწორედ Liberty ბანკი. ანუ არანაირი ინვესტიცია არ შემოსულა. პირიქით არსებული კაპიტალის გადინება მოხდება და ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ირაკლი რუხაძემ ბრიტანული სანქციების გამო დაკარგა TV იმედი და ახლა ბიძინა ივანიშვილმა ამ გზით აუნაზღაურა დანაკარგი ირაკლი რუხაძეს და ამ ყველაფრის ფასს, ამ თაღლითობის, ამ კორუფციული გარიგების ფასს სამწუხაროდ გადაიხდიან ჩვენი პენსიონერები, რომლებსაც გაუძვირდებათ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ყველა მომსახურება.